დილაში დავისა მოგესალმებით მოგვიწერეს ერთ გულმაყურებელს. მე შევეცდები კიდევ ერთი დილა გავატარო კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან, ოღონდ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის შოუ ბიზნესიდან განსხვავებით, ეს არის გია ცაკადაშვილი. დილაში დავისა მოგზაურობთ. არაგუშავს. გამარჯობა. ვეზადებით სკოლაში სასასწრებლად. აი. მთელი ოჯახი ძირით ადრიანად იღვიძებს. დაახლოებით რომელ საათზე? 8 საათისთვის დაახლოებით უკვე ფეხზე ვართ ყველა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება დილის 8-ზე უკვე 18-17 წლიდან. და საჭიროა თუ არა მოგვიწერა გასაღვიძებლად თუ უკვე გამიჩნდა? ზოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ. იშვიათი გვაქვს მოგვიწერა. შემთხვევა არის. კი, მობილურზე, მობილური ცულის ყველაფერი და ასე შევიდა. კი, პროგრესი წავიდა წინ, მაგვიმართულებით. სკოლაში დაყავს გიას ბავშვები. რა თქმა უნდა, გიას კი. ყოველ დღე. ამას მაინც ვასწრებ და ვახერხებ. სხვას ვერაფერს პრინციპში დღის მანძილზე ვეღარ ვასწრებ. ჩვენ წავალთ სკოლაში ბავშვებთან, ხა წამოვიდეთ? გავედით? კი ბატონო, გავედით. ესეც საინტერესო დილა არ ქონიათ ჩემი და გითხრათ სკოლაში ოპერატორთან ერთად და ჟურნალისტთან ერთად წასვლა ისე საოცრად ამოწეს. და არა მარტო ამათვის ჩემთვისაც მინდა გითხრათ. ჩემ ქვეყანაში ძნელია. აი ხასიათზე ყოფნა. ხასიათზე გაღვიძება. პრობლემები არა, შაი. სარკე რო არ იყოს რა გიშველებოდათ ქალებს. ირინე როგორი ყურება სარკეში დილიდან. მიუხედავად ასაკისა. და არა მხოლოდ კაცებს. არა, კაცებსაც, ხო? დავძაბეთ ბავშვები. და ცუდად მუშაობს. ორი შუქნიშანია ზუსტად რაღაც 30 მეტრის მანძილზე და არ არის სინქრონულად არ მუშაობს და არის უსაცობები. ესეთი საცობები როგორ ხასიათზე გაყენებს დილიდან? როგორ შეიძლება ადამიანი კაი ხასიათზე იყოს საცობში, წარმოუდგენელია. და ქართველი მძღოლების პრობლემაა დიდი, ხო? განაც ქართველი მძღოლების პრობლემებს თუ გაგიფუჭდა ხასიათი დიდი თელი წლის განმავლობაში? დილას თუ გამიფუშტა? კი, რა თქმა უნდა, ხა როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, რა თქმა უნდა, მოქმედებს. გამოხნევებულ ვარჯიშებზე საუბრობდით, სკოლის მერე ხო არ მიდიხარ სავარჯიშოდ სადმე? მე. თან ყოფილი რა გვისდე? სამწუხაროდ არა, მაგრამ მუდმივად აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი და ამიტომ ახლობთ 6 თვეა დილაობით აღარ ვარჯიშობ, მაგრამ აი ბასეინზე, ვაკის ბასეინზე დავდიოდი გახსნის დღიდან 1-2 წლის მანძილზე. 11-ის ნახევრისთვის დაახლოებით უკვე აქტიური ცხოვრებისთვის მზად ვიყავი და პირდაპირ სამსახურში ბასეინიდან. ფანტასტიკური გზნობა, როცა დილიდან ხნეთ ხარ და საერთოდ მაგაზე დააობენ მუდმივად დილით ვარჯიში უკეთესია თუ ჩემის აზრით ვარჯიშისთვის ნებისმიერი დრო კარგია. ღამის 4 საათზე თუ ანტიკივით არ დარბიხარ, ამას თუ გამოვრიცხავთ, მაგას თუ სხვა რაღაცა ქვია. გააჩნია ადამიანის მოცალეობას, როცა იცლის ადამიანი, მაშინ მე ყოველთვის რაღაც რატომღაც დილას საერთოდ ქართველი კაცს ეხა საღამოს ვარჯიში და საერთოდ ვარჯიში. ვარჯიში. რატო ასე კუსტვაზეც რა ამბავი ახლა ეხა რო ახვიდე. დილას ნაყოფი იქნება, შენი პროფესიიდან გამომდინარე კუსტვაზე და ნახავ თუ კი ვინმეს ნახავ. ამიტომ აღარ დავდივარ კუსტვაზე, თორემ ეხა ვაკელი ვარ და ჯერ გვალბახთან ცხოვრობდით, ეხა მამა ჩემი სახლი, ეხა ჩემი ძმა ცხოვრობს იმ სახლში. ეხლა უფრო ახლოს მივახლოვდი ვაკის პარკს და კუსტვას. ბოლოს როცა დავდიოდი, კაპიშონიანი სპორტული ვიყიდე. ანუ ვოქმენებით იმითი, რომ არავის ვერ დავენახე. სათვალეთ აუცილებლად, სამწუხაროდ. შავ სათვალეს ვერ ვატარებ. ცხოვრებაში არ გამიკეთებ. საკმაოდ ისა პრობლემა მაქვს ხედავებასთან დაკავშირებით, ამიტომ შავ სათვალეს არ ვტყობ. ვაგზალებთ ვიწერას. გამარჯობათ. რიტუალი დასრულდა და ახლა მეორე, ხო? ავიღეთ.
რატოღაც მეგონა 24 საათი. არა, არც შემთხვევაში, არა. ბალია. სპორტი დილა, არა, დილით არა. დილიდან ინფორმაციის გაცნობა ნერვებზე, ფსიქიკაზე მოქმედებს ცუდად. აზარტული არა ვარ, ხეს კაზინო, ტოტალიზატორი, ესეთი რაღაცები არაზუსტა მიზიდავდა. მაგრამ სპორტი ძალიან მიყვარს. დილიდან სამსახურში გასვლამდე, ასე ვთქვათ, რამდენი გაქვს დრო სახში, როცა ხარ ეს მონაკვეთი. ეხლა გაზეთის კითხვა სამასში. სახში მივბრძანდებით. ვისაუზმეთ, გაზეთს ავიკითხავთ. ალბათ 11-ის ნახევრისთვის გავდივარ სახლიდან. კობიაშვილი დაშავდა, შოთამ ითამაშა. მარიამ დანელია თითქმის ჩემპიონია. მოვბრძანდეთ. სახლშიც მუსიკა და არა საინფორმაციო გადაცემები. საინფორმაციო ახლა მივივალთ 11 საათზე და ატყდება ეგ ერთი ამბავი და იქაც საკმარისია ინფორმაცია და ხო, ძილზე საუბრობდით, რამდენი საათი გძინავს, ანუ რომელ საათზე იმოწევთ ღამით, როცა მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში 8 საათზე ფეხზე ვარ. რომელზეც ანუ დამძინო. თქვენ გამოთვალეთ ახლა. მინდა 2-ზე მინდა. დიდ მოღვაწეს, ზოგს 3 საათით წინავს. ხო, ან უბრალოდ არა ვარ, ძალიან დიდი მოღვაწე. ძალიან დიდი მოღვაწე გავხდე მე შეიძლება. საერთოდ დავძინო ჩვენი ბედის გადამკიდა და ქვეყნის დამარებიდან. გამიგე საერთოდ თვალს არ ხუჭავენ და უბრალოდ ტვინს ასვენებენ. არიან ესეთ მედიტაციას მე ვერ ვეწევი ჯერ. კი, იყვნენ ესეთ პრეზიდენტები. კარგი, ისე და ისე დილას დაუბრუნდა. დაუბრუნდა, თორე ხა. ნუ გადამოყვანდი რესურს პოლიტიკის და ვერ გადმოყვარა ძნელი. დიდხანს გიწევს თორე გამოფხიზლობა და რა გეხმარება? კოფეინი ამაში ან დაუშვათ რაღაც მუსიკა. არა, ვხიზდები მომენტალურად, რა თქმა უნდა, ტელევიზორი. MTV გვაქვს ჩართული, ძალიან მიყვარს. მაგრამ ამბობთ რაღაც ფრანგულ MTV-ს ატრიალებენ და დავიტანჭენ ახლა. კოფეინი პრინციპში დილას კარგია, კაი ყავის ლევანამდვილად. ან ჩაის მნიშვნელობა ძალიან მიყვარს ყავას და ჩაიც. იქაური დილები როგორ განსხვავდება აქაური დილებისგან? საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ. სკოლაში არ გიწევს წასვლა უბრალოდ ჩვეულებრივად. ყველა შემთხვევაში არა, ახლა უცხო ქალაქში ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებრივი მით უმეტეს არის იმის ხალისი, რომ დილას ადრე ადგე და გახვიდე ხა უცნობ ქალაქში პრინციპში ძალიან მიყვარს. ყიდულობ ხოლმე რუქას და თვითონ სწავლობ უცნობ ქალაქს. ოჩერს ძალიან მალე ნახევარ საათში ვერკოვი სიტუაციაში სადა ვარ, ცენტრი სად არის, დაუნტაუნი სად არის და ასე შემდეგ და ამიტომ კარგია მიყვარს მოგზაურობა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ადამიანისთვის. თუ გაქვს ამის საშუალება, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს ამის საშუალება და კარგი, დაგიბრუნდებით ცოტა ხანში და რაღაც საუზმე იქნებ მოგვიმზადოს გია. აგზელებთ მაგვიწარას და დღეს პირველი დღეა, როცა გია გთავაზობს მოგემსახურებით და თუ საუზმე იცის ხოლმე თქვათ რაღაცა უცებ ან კვერცხს შეწვავს ბავშვებისთვის ან რაღაცა საუზმეს მოიგონებს. სადილიდება ხშავი უკვე არა, соус და იმას ხალადაც ვერ გავაკეთე. ჩაკაფული და ასე შემდეგ. შევწოთ კვერცხი. საფინო კერძი არის. ვაც წყინვალეს და არანაკლებ უკეთესად ვიდა ჩემი ძვირფასი მეუღლე. გვაგებთ მაცივარს, როგორც მე მიყვარს კარაქში შემწვარე. კვერცხი როდის ვიხდი აი ამ ჩემი მინუსისთვის, მაგრამ რა ვქნა. მამაჩემს უყვარდა ძალიან კარაქში შემწვარი კვერცხი და საერთოდ კულინარი იყო. კალორიების მიღების არ გეშინია. კალორიების მე იმდენ სამწუხაროდ ბევრ კალორიას ვერ მომეტებულად. ეხლა ბოლო არჩევნებზე დავიკელი დაახლოებით 5 კილო. ცოტა გახტომა თუ დაგჭირდება შეგიძლია არჩევანი და ხომ გირჩევთ რომ ცოტა გახტომა ვისაც გინდათ მიბრძანდით პოლიტიკაში. აი ზრუნავს პრეზიდენტი ხო დაგინიშნა თანაადრევი არჩევნები და ეხლა საერთოდ მე მგონი მოწუწუნული კამფეტივით გავხდები. ეს მე მგონი თხოვეს ხო? ხო გირჩევთ რომ წახვიდეთ პოლიტიკაში. კარგი დიეტაა. გახტომის გულისთვის, მაგრამ აი წამოსვლა თქვენ იქიდან. შესვლა ადვილია და წამოსვლა ძნელია. მომეც ჩემს სიცოცხლეთი დანა. კვერცხები. დიახ, ტეხავთ. რა თქმა უნდა. ერთი. შეიძლება ჩვეულებრივად არ ითქვიფოს ამაში დიდი ის არ არის ხო?
ახალი აღმოჩენა ეს. პრინციპში რუსები რო გლაზუნიას ეძახიან. ისიც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და კვერცხიდან მილიონ რაღაც გაკეთება შეიძლება. შენ რა გაიკეთებია კიდე კვერცხისგან? რა ყიყლიყოები და რაღაც გოგლი მოგლები და რაღაცა ხახა ამაზე აიქნება რა თქვით და მე ყველი და რაღაცეები ჩაგვივარდა ეს აი მაინც რასტიშნავს სააკაშვილის გამო გადავეჩვია კვერცხის კეთებას ადრე უფრო ხშირად გიწევდა კვერცხის შეცვლა? კარგი, ყავის გარდა, ანუ კოფეინის გარდა კიდე რა არის აუცილებელი დილით მიიღო შენმა ორგანიზმმა, იგივე ხილი ან ფრეში ან არანაირი რიტუალი არ გაქვს? არა, კაცი იყოს ჩაი რა მშო. ისე თქო. არა, არაფერი ესეთი განსაკუთრებული რიტუალი, განსაკუთრებული. ან ხასიათისთვის რა? არაფერი. არა, სიგარეტს მე არ ვეწოვი, არ მომიწევი არასდროს ცხოვრებაში, გაფასის დაკმაც არ ვიცი. და გირჩევთ რომ თქვენ ეწევით სიგარეტს? ჩვენ არა. ძალიან კარგი. აი ეს ზეთი კვერცხში ცოტა არ ვარქა. ცოტა კი კარგად არ ვარქა. კიდევ რა მოგიბზადებია დილით ისეთი რაღაც გრანდიოზული? ხაში. სკურო. გრანდიოზული. არა, სასისკის მოხარშვა და ეს. სასისკის მოხარშვას რა ის უნდა არაფერი ბევრი. ჯაყრი სასისკის ჩემიწვია კიდევაც. ციციბურა თუ მომიხარშია? ციციბურა არ მომიხარშია. კერკულესის ფაფა მიყვარს ძალიან და მომიხარშია. ჯერ რძე უნდა აადუღო, მე უნდა ჩაყარნო. და მე უნდა დაწვა ქვაბი. მე უნდა დაწვა ქვაბი აუცილებლად, თვითონ დამწვარი კერკულესი მიყვარს. აგზელებთ ბაღვეწარას და მარილზე ისაუბრა ძალიან საინტერესო. ხო, ხეს ხო კარგად გამორჩია. რამდენიმე ქვეყანა არსებობს სოფლიოში, მე ხა მაინც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული ადამიანი ვარ და ამიტომ ვიცი ესეთი რაღაცეები და რამდენიმე ქვეყანა არსებობს საბერძნეთი, უკრაინა. არ გაკმაყოფილებს ეს მარილის სიმარილე? ხო, მარილის სიმარილე არ მაყოფილებს. ფოტოშორის ძველად მარილის ბუნტებიც ყოფილა ევროპაში, მართლა გამიგე. მარილის ნაკლებობა როცა იყო ხოლმე და ეს არის უდიდესი ბიზნესი ფოტოშორის, ძალიან მომგებიანი. შეგნებულად იმდროინდელი ვაჭრები დეფიციტს ქმნიდნენ ბაზარზე ხოლმე შუა საუკუნეების დროს და მას მარილის ბუნტები ატყდებოდა მე რაღაცას ერთ-ერთ ვაჭარს გადმოაგდებდნენ ფანჯრიდან დაკიდებდნენ ფეხებით და მარილიც გაჩნდებოდა. ხო და მას მერე მარილი რო დაიღრება სადმოძახში ამბობენ რომ ჩხუბი. ო ჩხუბი აი ზუსტად მაგიტომ ამბობენ. კვერცხებს ათარის. აი შეხედეთ როგორ გადმოაცურებ. პროფესიონალი შემწვარს. ხო, და ამას შეიძლება რაღაც ცოდა გაუკეთო რაღაცეები და უფრო გაფუდება და უფრო საზოგადოებრივ როცა მოვაგთხოვოთ გაფუებული კვერცხები აი ესეთი რაღაცეები დაფუებენ. გრძელდება მოღვიძარა და ესეთი ყოველ დილას ესეთი საუბრები გაქვთ ხოლმე? და რამდენად მარტო საუბრს ასწრებს სახში ვცდილობთ რომ რაღაცა ისე მაქსიმალურად ეს რა გავავიყენოთ. და შენიან ისტორიის მოყოლას აპირებდი რაღაცას ჩვენ შეგონთხო. თუ შეიძლება. შეგონთხო. ოჯახური ისტორია ასე ვთქვათ. ბათუმიდან მოვიდოდით და გურიაზე გადიცნო ერთი გზა იცით ერთი ფოთზე გადის ერთი გურიაზე და გურიაზე გადმოვხვიეთ მოვდივარ და მივახლოთ სოფელ ჯაპანას. ცოტა ხომ გამხიარებული ყავით ხა მანქანაში სადაც ხელოდა მაგრა და ჩემ მეგობარებს ხედავთ წინ უკან მეუღლე ბავშვებთან ერთად და წაიკითხა ტრაფარეტი იყო დიდი ჯაპანა აწერია და რა არის რასახელია პირველად წავაწყდი ამ სახელს რასახელია ჯაპანა გურიაშიო და მოთხარი აზე არა ხარ მეთქი რუსება პორტარტული რო დაკარგეს მეთქი მეფე ნიკოლოზი გასულელდა მეთქი აყარა ეს იაპონელები იმპორტატორი და რა იმპორტატორი იაპონიაში საერთოდ არ არის აყარა და გადმოასახლა აქ გურიაში და სოფელს დაარქვეს ჯაპანა მეთქი და მართლა ყველაფრის ისტორია ეს მოყავია ერთ-ერთ ყველაფერი იცის და დავიჯერე ნო ეს დავიწყე რა ისე ჩამჩა და ისე გაბეჭდილა ხაშურამდე არ გაჩერებულად
ვფიქრობ, რომ კასპამდე ლანძღავდა რუსებს და რუსეთის იმპერიას. რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას. ამ საწყალ იაპონელებს რა მომდოდა საქართველოში. ჩვენ გადაგვიარეს. არა, პოლონელი გაგვიგია, რუსი გაგვიგია, ებრაელი გაგვიგია, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი და რა 1000 ეროვნების ადამიანები. იაპონელი თბილისში, საქართველოში რა. ის მეგობარის ერთ წამში აყვა, ну, აი მანაც რაღაცა ისტორია დაურთო და ერთი წუთი ეჭვი არ შეპარია, რომ მათქოვე. საერთოდ საძმაკაცებში გვაქვს ესეთი თვისება, ну, ვინმე თუ შევხედეთ რომ ზოგადად ლოხია, ზოგადად ეს უნდა იმას გქონდა აუცილებლად ერთი იწყებს. უმაღლეს წელვალზე ავიყვანეთ, სისულელეს უმაღლეს წელვალზე, ის ადამიანი რა თქმა უნდა. თუმცა ლოხია გაიყო და ასე გადაუთხოვნე რა, ჩაკირობთ. თავის როგორი წესრიგებ ხოლმე, ასე ვთქვათ, ჩემთვის რა მოწესრიგება უნდა 1 სანტიმეტრი თმები უნდა ყო ეკასა თქვენ 1 სანტიმეტრი. თქვენ სამი თმები დიდი არ მაქვს, ამიტომ სარკე არ გიყვარს? სარკე, ну, ხა. სიფათი ჩემი სარკეს ჩასახედია მითხრა. ტელევიზორში გიყვარს საკუთარი თავი? არა. არც სარკეში, არც ტელევიზორში. ნარცისიზმით დაავადებული არ ვარ. ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ნამდვილად, თუმცა ხა სოლიდურად ჩაცმული და საერთოდ სამსახური მაქვს ისეთი რომ იძულებული ვარ ნორმალურად მეწვეს. ამით შენ თავს კი არ ასიამონებ. ასიამონებ იმ ადამიანს, რომელიც შენთან მოდის და უამრავი ადამიანი მოდის პირადად ჩემთან. საერთოდ შეურაცხყოფა ადამიანის ეს ბინძური ფეხსაცმელი კაცო ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი. საერთოდ უნიფორმის მოწესრიგება, ასე ვთქვათ, იწყება ფეხსაცმლის გაწმენდით. არც ერთ შემთხვევაში ხო რომ წარმოუდგენელია ჩემი ჭუჭყიანი ფეხსაცმელი გაწმენდოს მეუღლე. არის რამდენიმე რამე რასაც მეუღლე არ აკეთებს. ამას შეთანხმებული ვარ. ერთი არ წმენდავს ჩემ ფეხსაცმელებს. მეორე არ დადის ბაზარში. საწყვეტს არ კიდულობს მესამე. საერთოდ არაფერს. ამას ყველაფერს ვაკეთებ მე. კვერცხს ხან შეეწვა. მე ჩემთვის წარმოუდგენელია ბაზარში ქალი. სადაც შაბათ-კვირას მიწევს ხოლმე უფრო ან საბურთალოს ბაზარში. კაი ბაზარი იყო კოლონიების მოედანზე და ყველა მიცნობს. დილაობით დადიხარ ალბათ ბაზარში. დილაობით, კი, იმიტომ რომ მამა ჩემს დავყვებოდი დეზერტირების ბაზარში. და ვისწავლე მამა ჩემისგან, ხო, ერთი 5 წელს დაარტყამდა. 5 წელს დაარტყამდა. არასდროს ისე არ ვიყავით ჩვენ საბედნიეროდ, რომ რაღაც ძალიან გვიჭირდა და შეგვეძლო რომ კაი პროდუქტი ძვირად გვეყიდა, მაგრამ თავარი იყო ვაჭრობა იქ. მოგამი ქონდა ვაჭრობის ხები და ამიტომ მამა გარდაცვლილი მყავს და ამიტომ და ვაჭრობს ახლა. საუბრობ მასზე. ну, კი, შეძლებს დაგვარეთ. ეხლა ძალიან დაპატარავდა. ნამდვილ ბაზარი, საბურთალოსი არის რაღაცა, რაც ახლებს აშენება. ყველა ხო კომპლექსებს აშენება, სხვადასხვა დაწყებული ოლიმპიური კომპლექსები და დამთავრებული არაოლიმპიური კომპლექსები და ამიტომ სადაც კი კაი ბაზარი იყო, ყველა სახლი დაიდგა ეხლა და რამდენად გიჭირს დიდ გადაწყვეტილების მიღება რას იწმებს? თუ წინასწარ მომზადებული. არა, დილას ეს არის ექსტრომტა გაკეთებული. გააჩნია ამინც ხო? განწყობას და როგორი გრაფიკი გაქვს დღის. თუ შეხვედრები გაქვს რა თქმა უნდა რაღაცა ცივილურ დასაცველში უნდა იყოს განწყობილი. თუ არა ნუ რაღაცა უფრო casual დასაცველი მომწონს და რაღაც სპორტულად და სხვათაშორის პარლამენტში ერთ საინტერესო ისტორია მოხდა. როცა ხალხი ძალიან დაგიჟდა და ფაქტიურად ტიტულშიშველი დაიწყო სიარო და ვის რა ეწვა ვერავინ აღარ არკვევდა. აღშფოთდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა რომ მე შევიდა რეგლამენტში შესაბამის პუნქტს ერთი აკრძალული იქნება ჰავსტუხის კოსტუმის გარეშე სიარული მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის მუხზემოთ ჩაცმული თეთრი სარჯი ქვედა ბოლო. ხო და თმები რა თქმა უნდა კარგად დავარცხნე, თორემ ზოგიერთი ისე დადიოდა ვერ გარჩევდეს თმა იყო თუ პუნიკულორი შანტენა. ამიტომ იმის შემდეგ მოუწესრიგდით სუპალა. პრინციპში მე ფორმებით დაიწყეს. ხო, ასე ვთქვა და ესე ვზიარეთ. აგზელებთ მაღვიძარას ისე და ისე და ეს არის ზუკას ოთახი. ჩვენ ვართ მადრიდისტები. ძალიან გვყვარს რეალ მადრიდი. ეს არის ოთახი, სადაც რა თქმა უნდა ბრაზილიის ნაკრები. ფანები ვართ ამ ორი გუნდის. ბრაზილია, აბა ვისაც ფეხბურთი უყვარს და გაიგება, აბა უშავს, მოგებაწაგებად დაძმა არიანო. ხან მე ხო სულ ხო გავხდებით ჩემპიონები, 5 ჯერ გავხდით.
შემდეგ წელს მე 6 ჯერ გავხდებით. მე ბრაზილიაში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი, იქაც გავხდებით და ასე შემდეგ. და ნუ რაულე მიმაჩნია რომ თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია, საერთოდ და განსახიერება არის ესპანელის და კაპიტანის. სულ არის გაზეთი მართლა ეს ოთახია, სადაც ძილის გატარება გიწევს ნაწილობრივ. ისე რა, თუ ხა რაღაც შეიძლება წიგნი გადმოვიღოთ თაროდან, და აღარ გვეტევა აი ორი თარო ეკამ დაამატა დიდი დავით არაბის. სხვა რამდენად გიყვარს თუ? გაზეთის აუცილებელია სპორტული ის უნდა ჩავაბულბულო. ასე ვთქვათ და შემდეგ პირა ჩააბარო. არავის არ ვაბარებ არაფერს. და შემდეგ ბალამიჩი მივდივართ იქ პრესამსახური ყავს და რაც გვიკეთებს მოკლე მიმოხილვას ამ პრესისას. თუ რაღაც საინტერესო სტატია მეც თუ მკითხულობ თუ არა, ნუ ამას მიმოხილვას თვალს გადაავლებ ხოლმე და ეს არის პრინციპში ყველაფერი ვიცი, რაც თქვა ჩემზე იწერება და ჩემ პარტიაზე, ჩემ პარტნიორებზე და ზოგადად მნიშვნელოვანი ეს აუცილებელია პოლიტიკოსთვის. რაიმე რეცეპტი არ გაქვს ხო რომ ხასიათი დიდები გამოისწორო და ისე გახვიდე რაღაც შემართებით გარეთ. ან სარკეში იხედება ბევრი სარკე ხო არ გიყვარს. იღივის სასახარად. არა, ესეთი ისე. ზოგი ხარებს ან არაფერი. არა, პრინციპში თვითონ თავსო ვაიძულებ ხოლმე. რა არის, გადამდები არ უნდა იყოს შენი ხასიათი. მე არ მაქვს იმის უფლება და ფუფუნება რომ ჩემი ხასიათი სხვას გადავდო ხა როცა საჯარო ცხოვრებით ცხოვრობ რაღაცეებზე უარს ამბობ ამიტომ ჩემი ცუდი თუ კაი ხასიათი ჩემთვის უნდა შევინახო ეს შეიძლება რაღაც გარკვეულწილად ცუდიც არის პრინციპში მაგრამ იმ ხალხმა არაფერი არ დააშოვა ჩემთან მუშაობს და ვისაც მე ხვდები იმათაც თავიანთი რაღაც მიკროსამყარო აქვს ხო და ამიტომ შენი რაც ნებების და განცდების თავს მოხვევა ადამიანისთვის ჩემთვის მიუღებელია აბსოლუტურად. ძალიან კარგი მოგვეწონა ჩვენში თქვენი დილა. შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ყავდა მანამდე პირველი რესპონდენტი ხარ. არა შოუ ბიზნესიდან, რომელიც ძალიან ადრე იღვიძებს მათგან განსხვავებით. წარმატებულ დღეს გისურვებ. მადლობა. კარგად იყავით. კიდევ ერთხელ წარმატებულ დღე. პირიქით ძალიან დიდი მადლობა. კარგად. კარგად იყავით. მადლობა. კიდევ ერთი დილა დასრულდა, კიდევ ერთ აბსოლუტურად განსხვავებულ ცნობილ ადამიანთან. გემშვიდობებით ყველას და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ისევ. კარგად.